პირველ კლასელები საქართველოს განათლების სამინისტროსაგან ახალ ნეტბუქებს მიიღებენ. აჭარაში მოქმედი საჯარო სკოლის 1892 პირველ კლასელისათვის განკუთვნილი ნეტბუქები უკვე გადმოგზავნილია. მოსწავლეები მათ პირველ სასწავლო დღეს 15 სექტემბერს მიიღებენ. რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა ინვენტარს აჰმეტ-აბზეს სკოლის დირექტორობის მსურველებს უნაწილებს. იმ შემთხვევაში, თუ კი მოსწავლე 3 წლის განმავლობაში განათლების მისაღებად კერძო სკოლაში არ გადავა, 4 წლის შემდეგ იგი მოსწავლეს საჩუქრად დარჩება. როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა ამბობს, ახალი ნეტბუქები გასულ წლებში გაცემულ ბუქებთან შედარებით გაუმჯობესებულია და მას 1 წლიანი საგარანტიო ვადა აქვს. 2014-15 სასწავლო წლისთვის ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულია 105 პირველ კლასელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ყველა მათგანს გადაეცემა პორტატული კომპიუტერები. პირველი სასწავლო დღიდან 15 სექტემბერს კომპიუტერები დახვდებათ მოსწავლეებს მერხს. 1 სექტემბრის მდგომარეობით ბათუმის საჯარო სკოლებში ირიცხება 1904 პირველ კლასელი მოსწავლე და სწორედ ყველა მათგანისათვის ნეტბუქები უკვე მიღებული გვაქვს. წელს მიღებული ნეტბუქები ტექნიკური პარამეტრების მიხედვით უფრო გაუმჯობესებულია გასულ სასწავლო წელთან შედარებით. ის მოსწავლეები, რომლებიც 1 და 2 სექტემბერს ჩაირიცხენ ბათუმის საჯარო სკოლებში, მათთვის ნეტბუქებს დამატებით მოგვიანებით მივიღებთ. აჭარის ყველა რაიონში შესულია ნეტბუქები და ალბათ დღეს იქაც მიმდინარეობს სკოლების მიხედვით განაწილება. ნეტბუქები მოსწავლეებს გადაეცემათ 4 წლის ვადით, მე-4 წელს მოსწავლეს რჩება საკუთრებაში.